თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე დღეს აგლაძის 34-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობაში შეხვდა. მოსახლეობის თქმით, ქუჩაზე განლაგებული სავაჭრო პუნქტების გამო, სადაც სამშენებლო მასალები იყიდება, მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. რასაც მათი თქმით შესაბამისი დასკვნაც ადასტურებს. საზაგაბუნია მოუწოდებს დიდუბის გამგებელს მოაგვაროს მოსახლეობის პრობლემა, რადგან საქმე ჯანმრთელობას და მოსახლეობის სამართლიან ინტერესს ეხება. გადადგმული იქნას ყველა ეს ეფექტური ნაბიჯი, რომელიც პრობლემას მოაგვარებს. სხვა შემთხვევაში არც მოსახლეობა და არც პირადად მე ჩემს გუნდთან ერთად არ ვაპირებ, შევეგულოთ ამ მდგომარეობას, რომელიც ჩვენი მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ არის და რაც მთავარია, არა მხოლოდ საყოფაცხოვრებო ცხოვრება, არამედ მათ ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. ვლოდებით დიდუბის გამგეობისაგან ადეკვატურ რეაქციას, გადადგმულ ეფექტურ ნაბიჯებს, სხვა შემთხვევაში ბუნებრივია ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვისათვის ჩვენ ყველა კანონიერ ხელს მივმართავთ და გამოვიყენებთ. საშენ მასალათა ბაზრობის განთავსების პრობლემა პარკის ტერიტორიაზე, ეს არის გამოფენის პარკის ტერიტორია, პლუს ელიავას ბაზრობის პრობლემა ცალკე ემატება, მაგრამ ამძაფრებს ამ პრობლემას ძალიან გამოფენის პარკის ტერიტორიაზე განთავსებულია ეს ბაზრობა, იყიდება სილა, ცემენტი, ხის მასალები, დადის დიდი მანქანები, იჭედება ქუჩა, ნაგვიანდება გარემო.